საღამოშვიდობისა პირდაპირ ეთერშია საინფორმაციო გამოშვება ქრონიკა სტუდიაში სოფო ცერსვაძე მუშაობს. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ კახა გურგენიძემ რუსთავის წყალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. კახა გურგენიძეს საკმაოდ ვრცელი კომენტარი ბოლო პერიოდში ქალაქის წყალმომარაგებიდან ხშირ გათიშვას უკავშირდება. მისი განცხადებით ადგილობრივი ხელმძღვანელობა მოსახლეობის მიმართ კომპანიის დამოკიდებულობით უკმაყოფილოა. გამომდინარე აქედან კახა გურგენიძე აღნიშნული საკითხის შესახებ ცენტრალურ მთავრობასაც აცნობებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა დაგვიგროვდა რუსთავის წყლის კომპანიასთან. მე მინდა გაფრთხილება მივცემათ და სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ჩვენ იმ ტენდენციით, რომელიც ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში არის მათი მუშაობით. ჩვენ ვართ ძალიან უკმაყოფილო. თქვენ იცით, რომ ჩვენ ფართომასშტაბიანი ესე ვთქვათ სამუშაოები არის გაშლილი შიდა ეზოების რეაბილიტაციის თვალსაზრისით. სამწუხაროდ რუსთავის წყალმა საკმაოდ ბევრი პრობლემა შეუქმნა ამ სამუშაოებს, ვინაიდან გამარჯვებული კომპანიები ვერ ასწრებენ საკუთარი სამუშაოების დასრულებას მანამ სანამ რუსთავწყალი არ მოაწესრიგებს საკუთარ მეურნეობას. ამას დაემატა ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირი გამორთვები წყალთან მიმართებაში და ჩვენ ბოლო გაფრთხილებას ვაძლევთ რუსთავის წყლის კომპანიას. თქვენ იცით, რომ ბოლო პერიოდში არის საკმაოდ აქტიური მუშაობა თვითმმართველობის კანონთან მიმართებაში. ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ ამას ცენტრალურ მთავრობასთან, ვინაიდან მე ძალიან კმაყოფილი ვარ მერიის ცალკეული სამსახურების მუშაობით, მაგრამ სამწუხაროდ მათ არ აქვთ არანაირი ბერკეტი რუსთავის წყალთან ურთიერთობისას. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ დავამკვიდრეთ საკმაოდ მაღალი სტანდარტი რუსთავის მოსახლეობისთვის მომსახურების მიწოდების. ეს გამოიხატებოდა აბსოლუტურად ყველა სფეროში და ჩვენ არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს მაღალი სტანდარტი იყოს ქვემოთ ჩამოწეული და კეთილი ინებოს რუსთავის წყალმა და მოაწესრიგოს საკუთარი მეურნეობა. ქალაქის მერმა მორიგი შეხვედრა სარაჯიშვილისა და დავით გარეჯის ქუჩის მაცხოვრებლებთან გამართა. შეხვედრას მერის მოადგილე ნინო ლომიძე დაესწრო. მთავარი საკითხი, რომელიც მოსახლეობამ ქალაქის მერის წინაშე დააყენა, ქალაქის წყალმომარაგება. გარდა ამისა, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა საბავშვო მოედნებისა და შიდა ეზოების კეთილმოწყობის პრობლემის მოგვარებაც ითხოვეს. დავით ჯიქიას განცხადებით, მოსახლეობის მიერ დაყენებული ყველა პრობლემის მოგვარება ეტაპობრივად მოხდება. შეხვედრის ბოლოს ქალაქის მერმა კომპანია რუსთავის წყალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. პრობლემები ფაქტიურად იდენტური არის, აქაც როგორც ყველგან არის რუსთავის წყლის პრობლემა. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან აქტიურად ითიშება წყალი და არის რამოდენიმე პრობლემა. ერთი პრობლემა ეს არის რეაბილიტაციები მიმდინარეობს, და ამ რეაბილიტაციის ფარგლებში ხდება კონკრეტული მონაკვეთების გათიშვები. გარდა ამისა არის გაუთვალისწინებელი მომენტებიც და წეხანას დავაყენე საკითხი მუშაობს რუსთავის წყალი, მაგრამ გარკვეულად ის ეფექტი, რაც ეფექტიც უნდა მოხდეს იდეაში ვერ გვაძლევს და ალბათ უახლოეს დღეებშიც გვექნება საუბარი მათ ხელმძღვანელობასთან დამატებით პრეტენზიებს ალბათ ჩვენ წარუდგენთ. რაც შეეხება სხვა დანარჩენ პრობლემებს, პრობლემები მრავლად არის, ძველი რუსთავი არის, აქ სამწუხაროდ წლების განმავლობაში ისე მოხდა, რომ კანალიზაციის პრობლემა არის, შიდა ქსელის პრობლემა არის, გასართობი მოედნების პრობლემა, ფაქტურად განადგურებული არის ეს მოედნები. ბევრი პრობლემები არის და ჩავინიშნეთ ჩვენ და ბიუჯეტიდან გამომდინარე, როგორც იქნება, მე მოსახლეობასაც ვუთხარი, რომ ერთ წელიწადში ყველაფერი ვერ გადაიჭრება. ეტაპობრივად, თქვა, ერთ წელიწადს ერთი პრობლემა გადაიჭრება რაღაცა გლობალური და ბიუჯეტი როგორც მოხსენს საშუალებას. ეს არის ერთ-ერთი რიგითი შეხვედრა, ჩვენ ხვდებით მოსახლეობას, ვეცნობით მათ პრობლემებს, უფრო ძირითადად მოსახლეობიდან მოდის ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემები, ვითვალისწინებთ და ვფიქრობთ, რომ რაც შეგვიძლია ამ ეტაპზე ჩვენ იმისთვის არის ეს შეხვედრები, რომ გავითვალისწინოთ და ეს ამ პრობლემების გადაჭრა მოხდეს აი ამ მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ. ორი ქუჩა ამბან შემოსასვლელი საერთოდ შეუძლებელი იყო. წვიმიან ამინდში, მით უმეტეს ვერ შეხვიდოდი, ვერ გახვიდოდი, ტალახში ვიფლებოდით.
მადლობა დღევანდელ ქალაქის ხელისუფლებას, რომ ჩვენი პრობლემები ჩვენ მიმართეთ და აი გზებს აკეთებენ, წყლის მილებს ცვლიან, კომუნიკაციები მოყავთ შესაბამისობაში. ნუ გვჩება ეზოში და მოწყობის პრობლემა. აი მშვენიერი მოედანი ქონდა აქ ბავშვობა აქ გავატარეთ, აქ გავიზარდეთ. დღევანდელ ახალგაზრდობას ეზოში გამოსასვლელი ადგილი არ აქვს, რომ სადმე ითამაშოს და გაერთოს. აი მოედანსაც თუ გაგვიკეთებენ, მოგვიყვანენ წესრიგში, დიდი მადლობელი ვიქნებ. უახლოეს მომავალში სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოქალაქეები კიდევ ერთი შეღავათით ისარგებლებენ. იაპონიის საელჩოში ხელი მოეწოდა მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც რუსთავში თანამედროვე ტიპის სამედიცინო დაწესებულება მოეწყობა. კლინიკაში სოციალურად დაუცველ პაციენტებს საშუალება ექნებათ საბაზისო სამედიცინო მომსახურება უფასოდ მიიღონ. იაპონიის მთავრობის მიერ ადამიანთა უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში მემორანდუმს ხელს იაპონიის ელჩი ტოშიო კაიტანი და საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე აწერენ. რუსთავის მერიის ხელშეწყობით ქალაქში სამკურნალო ცენტრი მოეწყობა, სადაც მთელი რეგიონის მასშტაბით სოციალურად დაუცველი მოსახლეობა უფასო მომსახურებას მიიღებს. პროექტში აქტიურად არის ჩართული საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაცია. მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ქალაქ რუსთავში სამედიცინო დაწესებულების მოწყობის პროექტზე ხელმოწერის ცერემონიაში. საქართველო და იაპონია მეგობარი ქვეყნები არიან და ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჯანმრთელობის რეაბილიტაციის მიმართულებით გიწევთ დახმარებას. მნიშვნელოვანია, რომ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას სოციალურად დაუცველი მოსახლეობა მიიღებს. ვიმედოვნებ, რომ ამ პროექტით ბევრი ადამიანი ისარგებლებს. დღეს ხელი მოეწერა ახალ პროექტზე ხელშეკრულებას საქართველოში იაპონიის საელჩოსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შორის. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს წითელი ჯვრის მიერ ქალაქ რუსთავში სამედიცინო კლინიკის მოწყობას. პროექტის მიზანია მოემსახუროს სოციალურად დაუცველ რუსთავის მოსახლეობას, რომ მიიღონ სამედიცინო მომსახურება. მოხდება გაკეთება ცენტრის, რომლებიც დაეხმარებიან სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გამოკვლევებით, ან პირველად საბაზისო გამოკვლევები მოხდება. ეს არის საკმაოდ კარგი პროექტი. მინდა აღვნიშნო, რომ საერთოდ იაპონიის საელჩთან ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ. მოგეხსენებათ 13 წლის წინ იყო, როდესაც ერთ-ერთი დიდი პროექტი დააფინანსა იაპონიის საელჩომ რუსთავში, ეს იყო საცხოვრისი მოხუცებულთა სახლის. ასე რომ დავიცი თული და სულით გვიხარია, კარგია, რაც უფრო მეტი მსგავსი სიტუაციები გამრავლდება ქალაქში, მით უფრო უკეთესია, ეს უფრო აისახება სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე. პროექტის ფარგლებში იაპონიის საელჩოს მიერ გამოყოფილი გრანტით ქართული ფოლადის სამედიცინო ცენტრს საშუალება მიეცემა მოძველებული აპარატურა ახალი თაობის ინვენტარით ჩაანაცვლოს, რომლითაც მაღალკვალიფიციურ მომსახურებას კლინიკაში მისულ ნებისმიერ პაციენტს გაუწევენ. სოციალურად დაუცველებისთვის კი პირველადი დახმარება უფასო იქნება. ცენტრი, სადაც პროექტი უნდა განხორციელდეს, დღეს ქალაქის მერმა მოინახულა. ჩვენი კლინიკის ტერიტორიაზე განთავსდება დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელიც აღიჭურება თანამედროვე რენტგენოლოგიური აპარატით, კარდიოეხოსკოპიით და კლინიკური ანალიზატორით. ამონიზების მიზანია საბოლოო ჯამში ის, რომ თანამედროვე უკვე საყოველთაო დაზღვევის პირობებშიც კი ის ხალხი, ვინც რჩება ზოგიერთი დახმარების გარეშე და ჭირდება ამ დახმარებას ანაზღაურება, არ ფარავ საყოველთაო დაზღვევა, რამდენიმე ასეთი კიდევ დარჩა, ასეთი გამოკვლევა. წითელი ჯვარი ღებულობს თავის თავზე შეჭირებულ მოსახლეობას უფასოდ ჩაუტაროს აღნიშნული გამოკვლევები. მნიშვნელოვან მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც გამოყოფილი გრანტით რუსთავის ფოლადის სამკურნალო ცენტრისთვის შესაძლებელი გახდება შევიძინოთ თანამედროვე სამედიცინო აპარატურა, რომლის საშუალებითაც სოციალურად დაუცველ პაციენტებს ეფექტურ მომსახურებას გაუწევთ. მოხარული ვარ, რომ ეს პროექტი შედგა, ჩვენ მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ წითელი ჯვრის ორგანიზაციასთან. სოციალურად დაუცველი პაციენტების მომსახურებას ქართული ფოლადის სამედიცინო ცენტრი მომავალი წლიდან შეძლებს. მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებზეც იაპონიის საელჩოს მიერ გამოყოფილი 91,000 ამერიკული დოლარი დაიხარჯება, რამდენიმე თვეს გასტანს. რუსთავის საზოგადოებრივი საბჭოს წევრებმა იოსადის ოფისში შეკრებილ საზოგადოებას 2013 წლის ანგარიში ჩააბარეს. შეხვედრაზე რამდენიმე საათის განმავლობაში ყველა პრობლემული საკითხი და მიღწეული შედეგები განიხილეს. საბჭოს ხელმძღვანელმა ლეილა აფციაურმა 2014 წელს განსახორციელებელ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
საზოგადოებრივმა საბჭომ მთელი წლის განმავლობაში ვფიქრობ ინტენსიურად იმუშავა, საინტერესოდ იმუშავა. ეს იყო მუდმივი კომუნიკაცია, მუდმივი ურთიერთობა მოქალაქეებთან, შეხვედრები უბნების მიხედვით, მიკრორაიონების მიხედვით, ეს იყო საკითხების პრობლემების დაფიქსირება. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო მთელი ჩვენი ამ მუშაობის განმავლობაში ჩვენს ძალიან კარგ პარტნიორს, სიდას, რომელთან ერთადაც ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ. დღევანდელი შეხვედრა მიეძღვნა რუსთავის საზოგადოებრივი საბჭოს გასული წლის საქმიანობის ასე ვთქვათ მონიტორინგს და ანგარიშს, ასევე მაინც მთავარი მიზანი დღევანდელი შეხვედრის იყო, რომ მომავალი წლის საბჭოს მუშაობის პრიორიტეტები გამოკვეთილიყო და ეს პრიორიტეტები წამოსულიყო მოსახლეობისგან. საბჭო ძალიან აქტიურად და პროდუქტიულად მუშაობს ქალაქში, ეს შეიძლება ითქვას, რომ რესპუბლიკის მასშტაბით ყველაზე წარმატებული საზოგადოებრივი საბჭო არის. რუსთაველებს გულსის ძარღვთა დაავადებების საფუძვლიანი გამოკვლევის ჩატარება ამიერიდან ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში შეეძლებათ. საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში უახლესი თანამედროვე ტიპის კორნოგრაფიის აპარატი შეიძინა. აპარატი სისხლს ძარღვებს და სტენდირების განხორციელების საშუალებას იძლევა. მსგავსი ტიპის აპარატურით გამოკვლევების ჩატარება საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კლინიკაშია შესაძლებელი. სამედიცინო ტექნიკა, რომელიც ჩვენ 3 თვის წინ შევიძინეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკმაოდ ძვირადღირებული მაღალტექნოლოგიური აპარატურაა. ეს ხალხში ცნობილია როგორც კორონაროგრაფიის აპარატი. ეს არის არა მარტო კორონაროგრაფიის, არამედ ანგიოგრაფია, რომელიც გულსის ძარღვთა მთელ გულსის ძარღვთა სისტემას იკვლევს და შესაბამის სამედიცინო манипуляციებს ატარებს. ამ შემთხვევაში ყველაზე სასწრაფო და საჭირო რაც არის ჩვენთვის, ეს არის მწვავე ინფარქტების მკურნალობის დროს კორონაროგრაფიის ჩატარება, შესაბამისად სტენტირების და სხვა ესეთი ინვაზიური კარდიოლოგიური манипуляციების ჩატარების აუცილებლობა და საჭიროება. გარდა ამისა, თავისთავად ეს აპარატი ანგიოგრაფი იკვლევს ყველა სისხლძარღვს, სადაც კი შეიძლება და რომელიც კი შეიძლება დაითრომბოს. რუსთავის საბავშვო ბაღებში არდადაგები 1 იანვრიდან 15 იანვრამდე გამოცხადდება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასვენება სკოლის არდადაგების შესაბამისად მოხდება. ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ზია ქელბაქიანის განცხადებით საბავშვო ბაღების აღნიშნული გრაფიკით დასვენება მშობლების მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. ფილიალის გამგეებიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მშობლების უმრავლესობა ითხოვს ზამთრის პერიოდში, სამ საახალწლო დღეებში არდადაგების გამოცხადებას. ჩვენ გავითვალისწინეთ ეს და 1 იანვრიდან 15 იანვრამდე გამოვაცხადებთ არდადაგებს. ემთხვევა ეს პერიოდი სკოლის არდადაგებს და მშობლებს სურვილი აქვთ, რომ ბავშვები გაიყვანონ ქალად გარეთ. ამიტომ გავითვალისწინეთ მათი სურვილი და 1-დან 15 იანვრამდე ვაცხადებთ ზამთრის არდადაგებს. სწავლა განახლდება 15 იანვარს. ადამიანის უფლებებისა და სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ მომზადებული კვლევა რელიგიურ კონფლიქტებზე მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებაში აფასეს. კვლევაში ყურადღება 2012-2013 წლებში სოფელ ნიგზიანში, წინწყაროსა და სამწყაროში გამოვლენილ რელიგიურ კონფლიქტებზე გაამახვილეს. შევისწავლეთ თუ რა გარემოებები განაპირობდა ამ კონფლიქტებს და თქვა სიღრმისეული კვლევა ჩავატარეთ. ამასთან მოვახდინეთ სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის შეფასება თუ რამდენად ეფექტურად სამართლიანად და რელიგიის თავისუფლების პატივისცემაზე დაყრდნობით მოახერხა სახელმწიფომ ამ კონფლიქტების გადაწყვეტა. რუსთავში პირველმა კომპიუტერულმა კომპანიამ ჯეობიტმა საახალწლო კამპანია დაიწყო. ახალი წლის ღამეს ჯეობიტის საკუთარ მომხმარებელს გრანდიოზულ საჩუქრებს პირდება. აქციის გამარჯვებულები 31 დეკემბერს ჩვენი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში გამოვლინდებიან.
კომპანია ჯეობიტის ყველა ფილიალში წინა საახალწლო განწყობა. რუსთავში პირველმა კომპიუტერულმა კომპანიამ გრანდიოზული საახალწლო აქცია დაიწყო. მომხმარებელი ნივთის საფასურის ყოველ 50 ლარზე 1 ჯეობარათს მიიღებს, რომელიც ჯეობიტის სასაჩუქრე ყუთში მოთავსდება. ახალი წლის ღამეს კი ქვემო ქართლის ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში ყველაზე იღბლიანები გამოვლინდებიან, რომლებსაც კომპანია ჯეობიტი გრანდიოზული საჩუქრებით დააჯილდოვებს. ტრადიციულად უკვე მეათე წელია კომპანია ჯეობიტი ულოცავს ახალ წელს რუსთავს და რუსთაველებს. ჯეობიტში ახალი წელი უკვე დაიწყო და ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს თავაზობთ გრანდიოზულ ფასდაკლებებს და საჩუქრების ცვენას. მობრძანდით ჯეობიტში და ყოველ 50 ლარიან შენაძენზე შეავსეთ თითო ჯეობარათი და ქვემო ქართლის ტელეკომპანია ქვემო ქართლის პირდაპირ ეთერში მიიღეთ უამრავი საჩუქრები. ჯეობიტი 100%-იანი რუსთავული ბრენდი. კომპანია მომხმარებელს დაარსების დღიდან მომსახურების ფართო სერვისს თავაზობს. ახალი შეთავაზება რუსთაველებისთვის სასწრაფო კომპიუტერული დახმარებაა, რომლითაც უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანი სარგებლობს. პირველი კომპიუტერული ბრენდის ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები პრობლემას გამოძახებიდან უმოკლეს დროში აგვარებენ. კომპანია ჯეობიტს მრავალწლიანი ისტორია აქვს რუსთავში. ეს ყველაფერი განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული რუსთავის მოსახლეობაზე. იმის გარდა, რომ ჩვენ ოფისებში ვემსახურებთ ჩვენს მომხმარებლებს, ასევე გვაქვს გამოძახების სამსახური. ჯეობიტი თავაზობს სწრაფ ხარისხიან და კვალიფიციური გამოძახების სერვისს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჯეობიტი პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ მომსახურებელს. ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე შეძენილ ტექნიკასთან ერთად ჯეობიტის აქციის გამარჯვებულები სასიამოვნო სიურპრიზის შესახებ ქვემო ქართლის ტელეკომპანიის ეთერიდან შეიტყობენ. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ბრუნდება. რუსთავის დრამატულმა თეატრმა ერთი დღით სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრს უმასპინძლა. რეჟისორმა დავით კობახიძემ სპექტაკლი ბრანოდ თომასის პიესის მიხედვით დადგა. კომედიური ჟანრის სპექტაკლს სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი რუსთაველებისთვის სპექტაკლების ჩამოტანას მომავალშიც გეგმავს. ჩარლზ დეიდარის კომედიური ჟანრის ნაწარმოები და აი თქვენც თვალნათლივ ნახეთ თუ როგორი ადეკვატური რეაქცია აქვს მაყურებელს თითოეული პერსონაჟისადმი, როგორი დამოკიდებულება, როგორი სითბო არის და მე მჯერა რომ აი ეს რეაქცია რომელიც რუსთავის ჩვენმა საყვარელმა მაყურებელმა გამოხატა ჩვენი სპექტაკლისადმი არის გულთვილი. მოვედი კლასელებთან ერთად და ძალიან მომწონს. კომედიურიც არის და ძალიან საინტერესო არის. ხვალ რუსთავის საკალათბურთო გუნდი რუსთავი მაკაბს დაუპირისპირდება. საქართველოს პირველობისთვის ბრძოლაში მერვე ტური შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. რუსთავის გუნდი სრული შემადგენლობით ითამაშებს შეხვედრა 11 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულადი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დღეს ამერიკელი სტუმარი თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანია მიიღო. შეხვედრის დასაწყისში თავდაცვის მინისტრმა ვიქტორია ნულანს ამერიკული მხარის მიერ დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურების რეაბილიტაციის პროცესში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტის ფარგლებში კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილზეც ისაუბრეს. ვიქტორია ნულანდმა ქართველ სამხედროებს განსაკუთრებული წვლილისა და თავგანწირისთვის მადლობა გადაუხადა. საომარ მოქმედებებში დაზარალებული ქართველი სამხედროების ზრუნვის აუცილებლობაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილი მეომრების საზოგადოებაში ინტეგრაციას სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს. ჩვენი ვალია და მეტად მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფო ზრუნავდეს თავის მეომრებზე, ჩვენს ვეტერანებზე,
რომლებიც დაზარალდნენ სამხედრო მოქმედებებში. მათ უნდა გააგრძელონ ღირსეული ცხოვრება. ჩვენს ქვეყანას, ჩვენ საზოგადოებას ჭირდება მათი უნარ-ჩვევები, მათი ნიჭი, ცოდნა და გამოცდილება, მათი აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ქვეყნის აღშენებლობის საქმეში. და ჩვენი მთავრობა ძალისხმევას არ დაიშვებს ამისათვის. ჩვენ გვაქვს ცალკე პროგრამა დაჭრილი მეომრების, რომელიც ამუშავდა ჩვენ ყველა ჩვენ დაჭრილ მეომარს, ამპუტირებულს ჩვენივე ხარჯებით, მაგრამ ამერიკაში გაუკეთებთ პროტეზებს და ეს არ შეეხება მხოლოდ ISAF-ის და საერთაშორისო ოპერაციების ჩვენს ვეტერანებს, ეს შეეხება შემდეგ უკვე გავრცელდება მთლიანად ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის, ვინც დაიჭრა და დასახიჭრდა. ასე რომ ეს არის ძირითადი მიმართულებები, ბუნებრივია ნატოში ინტეგრაცია. ქალბატონი ნულანდი იყო ელჩი ნატოში, აქედან გამომდინარე მას პირადადაც ძალიან ბევრი აქვს უკვე გაკეთებული და დარწმუნებული ვარ მომავალი სამიტისთვის ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ნატოში გაწევრიანება. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმის თუ საზოგადოებაში შესრულებები მიმდინარეობს და რა ნაბიჯებს გავს თავრობა იმისთვის რომ ადამიანებს რომელსაც გარკვეული შეზღუდვები აქვთ გადაადგილებაში მოხდეს მათი სრული ადაპტაცია და ინტეგრაცია საზოგადოებაში. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გაცნობიტი შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის ელჩ ალექსანდრა ჰოლჰოლთან. ელჩმა ალექსანდრე ჭიკაიძეს მინისტრად დანიშნა მიულოცა და აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წარმატებული თანამშრომლობა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები, არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები. მინისტრმა ისაუბრა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოვნურად აღმართული ბარიერების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს გარემოება უარესებს როგორც ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თბილისის მთავარ სამმართველოში განახლებული დროებითი მოთავსების იზოლატორი გახსნა. ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა საკნებსა და დერეფნებში. საკნები აღიჭრვა ახალი ავეჯით და ინვენტარით. დროებით დაკავებულ პირთათვის მოეწყო საშხაპე ოთახები, ასევე გარემონტდა და ახალი ინვენტარით აღიჭრვა დასაკითხი ოთახები. განახლდა სამედიცინო პუნქტი და კეთილმოეწყო გასასეირნებელი ეზო. განათებაც და თავიდან ბოლომდე განახლდა საკნები. გაკეთდა ახალი სტანდარტების წინასწარი მოთავსების იზოლატორი, რომელიც აღჭურვილია ახალი ინფრასტრუქტურით, აღჭურვილია ასევე ვიდეო მეთვალყურობის კამერებით, რომელიც უზრუნველყოფს კონტროლს, მონიტორინგს და შეუფერხებლად დაკავებულების გადაადგილებას, შეყვანას. ასევე ბოლო წლის განმავლობაში დაახლოებით 90-მდე არასამთავრობო და ადამიანის უფლებათა დამცველების მონიტორინგის მიერ მოხდა შემოწმება, რა დროსაც არანაირი დარღვევა არ ყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტრო 2013 წლის 11 თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნეს. მონაცემები ასახავს კრიმინოგენურ მდგომარეობას ქვეყნის მასშტაბით. სტატისტიკური მონაცემებით 2013 წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის კლება 8492 ერთეულით დაფიქსირდა, რაც 24.2% შეადგენს, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 41.3%-ით მოიმატა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს ნოემბრისთვის დანაშაულის სტატისტიკას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონების მიხედვით. ქვემო ქართლის მაჩვენებელი ასეთია: 2013 წელს მომხდარი დანაშაული 198, აქედან გახსნილია 72, 2012 წელს მომხდარი დანაშაული 397, აქედან გახსნილია 49. ქრონიკა პირდაპირ ეთერში განაგრძობს მუშაობას. იემენში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა. თავდასხმა ქვეყნის დედაქალაქში მოხდა. ტერორისტმა თავდაცვის სამინისტროს შენობასთან აიფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილთა შორის გერმანიის, ინდოეთის, ვიეტნამისა და ფილიპინების მოქალაქეებიც არიან. კიევში ეუთოს მინისტერიალი განახლდა სესიაზე უკრაინის პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს შორის ექსტრემისტებიც არიან, რომლებსაც ქვეყანაში არეულობის დაწყება სურთ. განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემად. ვიქტორია ნულანდმა ოფიციალურ კიევს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდა.
95 წლის ასაკში გარდაიცვალა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ნელსონ მანდელა. უკანასკნელ თვეში მანდელას მდგომარეობა კრიტიკული იყო. იგი საავადმყოფოში ივნისში ფილტვის ინფექციის მოხვედრის გამო დააწვინეს. მანდელა ისტორიაში ქვეყნის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი იყო და ქვეყანას 1994-99 წლებში ხელმძღვანელობდა. ახლა კი ვნახოთ როგორი ამინდი იქნება 7 დეკემბერს ჩვენს რეგიონში. წალკა დღისით +1, ღამით -9 გრადუსი, თეთრი წყარო დღისით +5, ღამით -3 გრადუსი, თვანიში დღისით +3, ღამით -6, ბოლნიში დღისით +9, ღამით -2. მარნეულში დღისით 8 გრადუსამდე გათბება, ღამით +2, თბილისში +8 დღისით, ღამით 2 გრადუსი. Pardabაში +9 დღისით, ღამით +0 გრადუსი, რუსთავში დღისით 9 გრადუსი, ღამით 0. ქრონიკა ამით დასრულებულია, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.